თუ თქვენი მზე სასტორის ზოდიაქოს ნიშანში არსებობს ერთი ფუნდამენტალური ევოლუციური მიზანი, რომელიც თქვენამ ცხოვრებისეული ქმედებების საფუძველია და ეს არის სიმშვიდის მდგომარეობის მიღწევა. მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთმა რაღაცა კოსმიურ ტრამპლინის კიდეზე მიგიყვანოთ და გითხრათ, დამშვიდდი. თქვენ კი ღმერთს უპასუხეთ, მაშინ შეუდგები საქმეს, რაც შეიძლება სწრაფად. და სწორედ აქ იმალება პრობლემა. მე შემიძლია გითხრათ, რომ დამშვიდდეთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არაფერს კარგებთ. როგორ აკეთებთ ამას, როგორ აღწევთ ამას, ნაწილობრივ და მრავალი თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ისწავლოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობის დაკვირვება. წამი-წამზე და დაიჭირეთ სისტემაში დაძაბულობის დაგროვების ყველაზე ადრეული ეტაპები. ეს ნიშნავს იცოდეთ, როდის უნდა უბრალოდ ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ. ამის თქმა ადვილია, დამახსოვრება რთული. მაგრამ ეს მუშაობს. ეს ნიშნავს ისწავლოთ მედიტაცია 2 წამით, დღეში დაახლოებით 500 ჯერ. ესაა სასწორის უმაღლესი გზა, თუმცა კიდევ ბევრი რამაა. არსებობს მოსაზრება, რომ სასწორი ხელოვანის ნიშანია. ბევრი სასწორია, რომელიც არანაირად არ არის აქტიური ხელოვანი და შესაძლოა მშვენივრადაც ცხოვრობდეს ამის გარეშე. ამიტომ უფრო სანდო იქნება ვთქვათ, რომ თქვენ დაიბადეთ ცხოვრებისადმი ესთეტიკური პასუხის ძლიერი უნარით. ქმნით თუ არა სილამაზეს, ეს არის უკვე მეორე ხარისხოვანი. მთავარია თქვენი გრძნობები მასში ჩაძიროთ. თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც შეიძლება თვალზე წრემლი მოადგეს მშვენიერი მზის ჩასვლის ყურებისას ან ლამაზი ნახატის ცხერისას. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ კონკურსში გაიმარჯვეთ და პრიზად პარიზი ერთკვირიანი მოგზაურობა მიიღეთ. ამ თავგადასავლის კულმინაცია კი ბალიზე გადარებული საღამოა. თეატრში ცოტა დაგვიანებით მიდიხართ, რადგან რესტორანში, სადაც მანამდე ვახშმობდით, ოფიციანტები საკმაოდ ნელები და უხეშები იყვნენ. თქვენ მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ და ერთმანეთთან მცირე დაძაბულობას გრძნობთ. ორივე უბრალოდ ძალიან დაიღალეთ მგზავრობით. როგორც ვთქვი, თეატრში რამდენიმე წუთის დაგვიანებით შედიხართ, ფარდა ჯერ აწეული არ არის. თქვენს ადგილამდე მისასვლელად 30-ოდე ან 40-ოდე ფრანგის ადგილიდან წამოყენება გიწევთ. გზად უმეტესობას ფეხზე აბიჯებთ, სკამზე ჯდებით და თავს დაძაბულად, შებოჭილად და უხერხულად გრძნობთ. ეს სასწორის სრული ანტიპოდია. შემდეგ დარბაზში შუქი ქრება და ორკესტრი იწყებს მშვენიერ სევდიანი მუსიკის დაკვრას მინორულ ტონალობაში. სცენაზე ბალერინა ჩნდება და რაღაც იმას ასრულებს თავისი სცენით შესაბამის მოქმედებას. სცენის ცენტრისკენ თითქოს ორთქლისაგან იყო შექმნილი. ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც ოდესმე გინახავთ და როდესაც თვალები გიფართოვდებათ და სკამში კომფორტულად ეწყობით, ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ თქვენს სხეულს და ის ამბობს, ეს სილამაზის აღქმის უნივერსალური ადამიანური რეაქციაა. ჩვენ ამოვიოხრებთ. ამას ვაკეთებთ ახალ გვინეაში, ბრაზილიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაასახელეთ ნებისმიერი ქვეყანა. ეს იმ უძველეს ადამიანურ უნარშია, ენაში, რომელიც მსოფლიოს ყველა კონკრეტული კულტურული ენის მიღმა დგას. ჩვენ სილამაზისთან დასწრებით რაღაცა ამოვიოხრებთ და რა არის ოხრა, თუ არა დაძაბულობისგან გათავისუფლება. როდესაც თქვენს გრძნობებს სილამაზის აღქმას უმორჩილებთ, თქვენი ფსიქიკა ამ აღქმასთან ჰარმონიაში მოდის და ათავისუფლებს იმ სივიწროეს, იმ შეგრძნებას, თითქოს ვიოლინოს მაღალი სიმივით მჭიდროდ ხართ დაჭიმული. სასწორთან დაკავშირებით კიდევ ბევრი რამაა სილამაზეში გრძნობებით ჩაფლობა, მსგვარი იოგა და ის მძლავრად იმუშავებს, მაგრამ თავისთავად საკმარისი არ არის. მოდით ეს პრინციპი ცოტა უფრო შორს წავიღოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დილას სამუშაო დღეს მაგვიძარამდე იღვიწებთ ენერგიით და სიცოცხლით სავსე. საწოლიდან ქულში სიმღერით დგებით და საკუთარი თავით კმაყოფილი. საწოლს ასწორებთ. საძინებელს ალაგებთ და სამსახურში მიდიხართ. სამსახურში საშინელი დღე გაქვთ, ყველაფერი რაც კი შეიძლება ცუდად წასულიყო, ცუდად მიდის. დღის ბოლოს სახლში განადგურებული, გამოფიტული ბრუნდებით შედიხართ სახლში და თავს იმ წონასწორობის მდგომარეობის სრულ საპირისპიროდ გრძნობთ, რომელიც სასწორის სულია. შედიხართ სახლში, იხედებით თქვენ საძინებელში და ის მშვენიერია. თქვენ საწოლი გაასწორეთ. რაც დიდი არაფერია, მაგრამ მისი სილამაზე, მისი ჰარმონია გამშვიდდებთ და გაწყნარებთ. მეორე დილით თქვენი მაღვიძარა არ ეკავს და იღვიწებთ, როცა მხოლოდ 10 წუთი გაქვთ მოსამზადებლად და სახლიდან გასაქცევად, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ეს დღის საშინელი დასაწყისია. რა თქმა უნდა, ოთახს არ ალაგებთ, საწოლს არ ასწორებთ, იმ დღის ბოლოს სახლში ბრუნდებით, რომელიც საშინელი დასაწყისის მიუხედავად საკმაოდ კარგი დღე იყო. შედიხართ სახლში და იქ არეულობა თითქოს ტერორისტების ნამოქმედარია და მყისია
მთლიერად რაღაც გეჭიმებათ შიგნით. აქ ჩვენ სასწორის იოგას ორმხრივ მონეტას ვხედავთ. სილამაზე გამშვიდებ, სიმახინჯეს კი საპირისპირო ეფექტი აქვს. ასე რომ კლიშე ჭეშმარიტება, მშვენიერება და მშვენიერება ჭეშმარიტება, ან თუნდაც კლიშე სისუფთავე ღვთისმოსაობის ტოლფასია, თქვენთვის ნამდვილად მუშაობს. ეს თქვენთვის ნამდვილად ცნობიერი პრინციპია. იყიდეთ ნახატები, ჩადეთ ინვესტიცია მუსიკაში, გარშემო შემოიკრიბეთ საყვარელი ნივთები, შეინარჩუნეთ სისუფთავე, შეინარჩუნეთ წესრიგი და აღმოაჩინეთ, რომ გარეგანი სილამაზე და გარეგანი სიმშვიდე საკმაოდ სწრაფად გარდაიქმნება შინაგან სიმშვიდედ. ახლა უფრო ღრმად ჩავიდეთ სასწორის, ანუ ბალანსის არქეტიპში, რომელიც თქვენში ყველაფრის საფუძველია. წარმოვიდგინოთ ერთი უნცია ტყვია და ერთი უნცია ოქრო, რომლებიც სასწორზე ერთგვარ წონასწორებას აღწევენ. ოქრო და ტყვია ძალიან განსხვავებული ნივთიერებებია, მაგრამ ისინი პოულობენ წონასწორობის წერტილს. სასწორში ჩვენ პოულობთ საპირისპიროების იდეას, რომლებიც წონასწორობის მდგომარეობაში შედიან. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამონათქვამი, რომელიც ამის შესახებ შემხვედრია, სასწორის შიგნით დაბადებულ კაცს ეკუთვნის. არ ვარ დარწმუნებული, იცოდა თუ არა რომ სასწორი იყო მისი სახელი, ნილს ბორი იყო და ის ერთ-ერთი პირველი კვანტური ფიზიკოსი გახლდათ. ნილს ბორმა ერთხელ თქვა და პერიფრას გავაკეთებ. მივხვდი, რომ არსებობს ორი სახის ჭეშმარიტება, დიდი ჭეშმარიტება და მცირე ჭეშმარიტება. მცირე ჭეშმარიტების საპირისპირო ყოველთვის სიყალბეა, ხოლო დიდი ჭეშმარიტების საპირისპირო ყოველთვის სხვა დიდი ჭეშმარიტებაა. ეს სრულიად სასწორული პერსპექტივაა და ფანატიზმის წამალია. რა თქმა უნდა, არსებობს მოსაზრება, რომ ყოველთვის სიმართლე უნდა ვთქვათ და ყოველთვის ვეცადოთ კეთილები ვიყოთ, მაგრამ არც ისე ძნელია ისეთი სიტუაციების მაგალითების მოყვანა, სადაც პატიოსნება და სიკეთე მოცემულ გარემოებებში საპირისპირო ქცევებია. სასწორი თქვენი ის ნაწილია, რომელსაც შეუძლია მშვიდად მიიღოს იდეა, რომ ჭეშმარიტებაც და სიკეთეც უდიდესი ღირებულებებია და რომ ისინი შეიძლება ერთმანეთთან დაძაბულობაში არსებობდნენ, მაგრამ რაღაცნაირად ერთგვარ ინიანის მთლიანობას ქმნიან. ჩვენი ის ნაწილი, რომელსაც ეს ესმის, ეს სასწორული ნაწილი იმუნიტეტით სარგებლობს ფანატიზმის მიმართ, რადგან ყველაფრის ორივე მხარეს ხედავს. თუ ფანატიკოს თვალებში ჩახედავთ, ისინი დაძაბულია, შეშლილი, ასეთ გავლენას ახდენს ფანატიზმი ადამიანის სულზე. პარადოქსებისადმი თქვენი ტოლერანტობა და პარადოქსის მოლოდინი, რომელიც ბუნებრივად ჩნდება თქვენში, არის ის, რისი განვითარება, კვლევა და გაფართოებად შეგიძლიათ. რაც უფრო მეტად გააკეთებთ ამას, მით მეტ სიმშვიდეს იპოვით თქვენ სულში, რადგან ჰარმონიაში იქნებით იმასთან, თუ როგორია სამყარო სინამდვილეში. ახლა კი სასწორის ჩრდილოვან მხარეს შევხედოთ. ყველაფერს ორი მხარე აქვს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრების გზაჯვარედინზედ გახართ. მოგწონთ, სადაც ცხოვრობთ, გყავთ მეგობრები, თქვენი სამსახური, თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მაგრამ გეძლევათ შესანიშნავი პროფესიული შესაძლებლობა ქვეყნის მეორე ბოლოში, ისეთ ადგილას, რომელიც არც თუ ისე მიმზიდველად გიჩვენებათ. სამსახურით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანს და თქვენს ამჟამინდელ ხელფას აორმაგებს, მართლაც დამამბლეველია, რა უნდა გააკეთოთ, ხო? ამის გამოძილი გეკარგებათ დაძაბულობას გრძნობთ. შუა საუკუნეების მოაზროვნეებს სასწორისთვის ასეთი ხატსახე ჰქონდათ. იდეალურად ჯანმრთელი ჯორი, რომელიც შიმშილით მოკვდა შვიდ სავსე ორ ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებულ ბაგას შორის. ნუ დაემსგავსებით მას. სასწორის ერთ-ერთი იოგა გადაწყვეტილების მიღების სწავლაა. თქვენი ტოლერანტობა პარადოქსებისადმი შეიძლება ისეთ სიტუაციებში დაგტოვოთ, სადაც თანაბრად კარგ შესაძლებლობებს შორის ეხლიჩებით და გაურკვევლობის საშინელი დაძაბულობას განიცდის. და ეს გაურკვევლობა თოვლის გუნდასავით იზრდება. თუ გაურკვევლობა ცხოვრების წესად იქცევა, მალე ან არაფრის ერთგული ხართ, ან ყველაფრის და თავს ნამდვილად შეშლილად იგრძნობთ. ასე რომ, ძირითადი იოგაა ისწავლოთ თქვენს უკან ხიდების დაწვა, ისწავლოთ ფაქტობრივად მონეტის აგდება და თუ გერბი ამოვა, ისე მოიქცეთ, თითქოს საფასური არასდროს არსებობდა. მიუძღვენით გერბს და გაყევით ამ გზას. ამასთან ხელოვნებასთან, ბალანსთან, სილამაზესთან, თქვენს ცხოვრებაში ყველაფრის ორივე მხარის დანახვის ერთგულებასთან ერთად თქვენ იპოვით მადლის გზას, რომელზეც თქვენს არში ჭეშმარიტი სიმშვიდე იბადება. ესაა თქვენი მოგზაურობა ამ ცხოვრებაში.